ვარ სოვა გაჭარავა 15 წლის. ვსწავლობ სახალხო საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობა არის კულინარია და რაღაცების დაშლა. კულინარიაში მიყვარდა 10 წლის ასაკში. პირველად გავაკეთე ქათმის აწეწილი. ხო, დედაჩემს ცხენან გავაკეთებ მეთქი რა. და რა თვითონაც ცოტა კი მეხმარებოდა, მაგრამ ნახევარზე მეტი გავაკეთე 60% მაინც. დავთვალე რომ მარტივადაც გამომივიდოდა და გემრიელიც იქნებოდა. კვირეულსაც ვაკეთებ, ხორცეულსაც, სალათებსაც ვაკეთებ. ჩემი აზრით ყველაზე კარგად გამოდის ოლივიეს სალათი. კარგი ხელი მაქვს და ჩემი გაკეთებული საჭმელი ყველას მოწონს ოჯახში. წელს ჩავბარე BFC-ის კულინარის აკადემიაში, რომ მიხვა რა, ბევრი ბავშვია. ისინი თვითონ გასწავლიან 2 წელი. და მე თვითონ გიშვებენ, ანუ გადაწყვეტენ სანდ უნდა იმუშაო ჰილტონში ან ნებისმიერში, ანუ რომელიც უფრო დიდია ვარსკვლავებით, იმას გაგიშვებ. მე სიამოვნებით ვიმუშავებდი ჰილტონში. დარწმუნებული ვარ, რომ გავხდები შეფ-პოვარი. ზოგჯერ ვცდილობ ჩემი რეცეპტით გავაკეთო რაღაცები. ეს ჩემი პირადი საიდუმლოა და ახლა ვერ გაგიფხელთ. გონია რომ კულინარიის ნიჭი მაქვს მამაჩემის გარ. სახლში ვცხოვრობ მე, დედა, მამა, ჩემი ძმები, ბებია, ბაბუა და მეორე ბაბუა. მეტი და ძმა არ მინდა რომ ჩემი ძმების მისლიან ნერვებს. ჩემი ძმა არის 13 წლის და ქვია გიგი. იგი არის კეთილი, 7 მეგობრული, მაგრამ თუ ნერვებს უშლი, შენი მტერი გახდება. ნერვებს უშლის როცა რაღაცას ვეუბნები და არ აკეთებს. ჩემი აზრით გიგი გამოვა ექიმი. მეორე ძმა არის 12 წლის და ქვია ბაჩი. ბაჩი არის სხვანაირი. არც ერთ ბავშვს არ გავს ეგ. თუმცა ისეთი კაი არ რომ მე მგავს. ბაჩი ალბათ გამოვა კლად ბურთელი. მამა არის მშრომელი და თავისი ოჯახის მოყვარული. ახლა არის პოლონეთში და ძალიან მენატრება. დედა არის მჟუნველი, თბილი, რასაც ვთხოვთ ყველაფერს გვიკეთებს და ოჯახის მოყვარულია ისიც. ყავს კარგი მშობლები და მეც ვიქნები კარგი მამა და კარგი ქმარი. ჩემი აზრით ცოლს რომ მოვიყვან ვიქნები 25 წლის. შვილებს დავარქვევ ბიჭს გიოს და გოგოს ანამარიას. ახლა მინდა ვიყო 18 წლის. ადრე მოვიყვან ცოლს და ვიქნები ახალგაზრდა მამა. ჩემი სკოლა იმიტომ მიყვარს რომ ყავს თბილი კლასელები, კარგი მასწავლებლები და მასწავლებლები არიან თავის საქმის მოყვარული. ჩემი საყვარელი საგანი არის ისტორია. ყველა მასწავლებელი მიყვარს და ვერცერთს ვერ გამოვყოფ. მე რომ მასწავლებელი ვიყო, ვიქნებოდი სპორტის მასწავლებელი. ჩემი სკოლის დირექტორი რომ ვიყო, დავამატებდი ბუფეტს. და მენიუში შევიტანდი ჩემ გაკეთებულ საჭმელებს. მიყვარს ფილმების ყურება და ჩემი საყვარელი ფილმი არის 101 დალმატინელი. სამოგზაუროს სიამოვნებით წავიდოდი გერმანიაში. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს, გამოაჯამთელებდი ყველა ავადმყოფს. წინა მონაწილემ დამიტოვა ასეთი შეკითხვა. დროში მოგზაურობა რომ შემეძლოს, სად ვიმოგზაურებდი და რა დროს? მაგალითად მე ვიმოგზაურებდი თამარ მეფის საქართველოში. შემდეგ მონაწილეს ვტოვებ ასეთ შეკითხვას. რა არის მისი ჰობი? მაგალითად ჩემი ჰობი არის რაღაცების დაშლა. მაგალითად მანქანების, ნივთების, ტელეფონების და სახლის. მაგალითად შლი დაშლა წყმავის კიდე იარაღების. სხვათა შორის ნადირობა მიყვარს ძალიან. ყველაზე ხშირად ნადირობ ტურებზე. ხოლები მეწოდება და მარტო ვინადირებდი გელზე და ტურაზე. ბევრი ფული რომ მქონდეს და ვეხმარებოდი გაჭირვებულებს. პირველ რიგში დავეხმარებოდი უსახკარო მოხუცებს. პირადად ჩემთვის ვიყიდდი Honda Fit-ს. ბედნიერება არის შენი საყვარელი ადამიანი, როდესაც ჯამთელია და შეგვედითა. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.